გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზე სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. Pinexi 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეს. გამარჯობა მოგესალმებათ. ვანო შოუ პირველი იუმორისტული შოუ TV პირველზე და ტრადიციულად ვიწყებ გადაცემას სოლიდარობას უცხადებ ჩვენი გუნდის წევრ ონისეს ხადაზეს და მასთან ერთად სინდისის ყველა პატიმარს. ონისე პერიოდულად გვიგზავნის ხოლმე წერილებს და მინდა გადავცერო წავიკითხეთ წერილი ონისე ის ნახატიც ნახეთ რა ნახატიც გამოგვიგზავნე ამიტომ და ვასოსაც გადავეცით. ანუ ეს ძვირფასო მეგობრებო მხოლოდ ერთ ადამიანს ვესაუბრებით თქვენზე ავსაუბრებ. აქვე მინდა სოლიდარობა გამოვხატო ლევან ხაბეიშვილის მიმართ, რომელსაც გუშინ სასამართლომ 2 წლის და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ასევე ნანუკა ჟორჟოლიანის მიმართ, რომელიც 3 დღით დაიჭირეს ტროტუარზე გადაკვეთის გამო, მურთა ზოდელავა და რა ვიცი, ბევრი, ყველას აბსოლუტურად. საერთოდ ოცნების მთავრობას ძალიან სავალალო სტატისტიკა აქვს პატიმრებთან დაკავშირებით. ნახოთ თუ შეიძლება მონაცემები. 100,000 მოსახლეზე პატიმრების რაოდენობით საქართველოს მეოთხე ადგილზეა ევროსაბჭოს ქვეყნებს შორის. ძვირფასო ტელემაყურებლებო. კიდევ კარგი მიშას დრო არ არის. თორე ხო აღშფოთდებოდა ხალხი და ახლა ბიძინა რომ არის ხელისუფლებაში ამ გადავსებული ციხეების გამო არღის ახლა ამბისატეხვა მართლა რომ ვთქვათ რა ეს მიშა იყო არანორმალური და გიჟი თორე ბიძინა ყველაფერს აკეთებს საუკეთესო უნდა ამ კაცს ჩვენი ქვეყნისთვის მან კიდევ რა არის ისიც ეს სტატისტიკა ადრე იმიტომ ჩანდა ასე რომ მიშა მაშინ მიშას ბამბაც ხომ ჩხრიალებდა და ახლა ბიძინას ოქროსთან ერთად ხალხიც ჩუმად არის. მინდა მოვილიეთ. მინდა გითხრათ რომ პატიმრების რაოდენობა შეიძლება კიდევ უფრო გაიზარდოს, რატომ? იმიტომ რომ გენერალმა მამუკამ დინარაძემ დაგვიანონსა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნება საჯაროდ გაკეთებული განცხადებებისთვის მოქალაქეების დასაჯელად სპეციალურ სამმართველოს ქმნის. ანუ ხალხმა სკროლვის ჩვენი Facebook სტატუსები, კომენტარები, ლაიქები და თუ რამეს აღმოაჩენენ, მე შესაბამის ზომებს მიიღებენ ხალხის ამ ყველაფრის დაწერს. ამ სამსახურის წარმომადგენელი, ვიცი, როგორ უნდა ვიცნოთ, რომ მარტივად ამოვიცნოთ, დააკვირდით მათ ცერათითებს. თუ ცერათითები გადატყავებული აქვთ, ესე იგი ამ სამსახურის აგენტები არიან. აბა ეხლა ამდენ სკროლავს როგორ გიდა გაუძლო. ისი ამდენი პატიმარი რო გყავთ. დამატებით ეხლა ამდენ ხალხს რას უზამთ? ახლა ვინც გაგინებთ ხო ახლა ეს ხალხი ხო უნდა ყველა დაიჭიროს აწაიყვან ხო არ ჯობია ესეთი ხალხისთვის ცალკე ციხე რო ააშენოთ ერთ 20 ჰექტარზე გადაჭიმული და დაარქვათ Facebook დამნაშავეთა პენიტენციური დაწესებულება ზოგადად კონცლაგერებსაც თუ ააშენებთ კარგი იქნება სადაც ყველა პროდანსავლურ ადამიანებს მოათავსებთ და მკერდზეც მოგვარტყით ევროკავშირის ვარსკვლავები რომ ბარემ მარტივად რო ამოგვიცნოს ხალხმა ვინ ვართ სასაცილო არაფერია, უბრალოდ სატირალია, სასაცილო რომ არ იყოს თუ პირიქით. მე ვფიქრობ, გამოგონილ სამსახურთან ერთად ამ გამოგონილ სამსახურსაც შეითავსებს და Facebook პოსტებთან ბრძოლის მთავარსარდალი იქნება გენერალ-მაიორი მამუკა მდინარაძე. წინ დიდი ბრძოლები ელის მამუკას, აქეთ მიშას Facebook რაზმთან, იქ გვარამიას Facebook არმიასთან და რაც ყველაზე რთული და სასტიკია ბარბაროს თამარ ჩერგოლეიშვილის უსისხლო ლეგიონთან. Facebook ლეგიონი ბარბაროს თამარ ჩერგოლეიშვილი. საინტერესო პოზიცია დააფიქსირა ახალი სამსახურის შექმნასთან დაკავშირებით კახი კალაძემ. ნახოთ კომენტარი კახის. სიძულვილის ენა შეიძლება მეც გამომიყენებია, თუმცა ბევრ შემთხვევაში თავდაცვის რეჟიმში ყოფილვარ. ანუ ხალხს არ შეგვიძლია მთავრობა ვლანძღოთ, მაგრამ მთავრობას თავისუფლად შეეძლება ხალხის ლანძღვა. გამოდის რომ ცალმხრივ გინებაზე გადაგვიყვანეს. მიხვდით? კალაძე მართლა შეწუხებულია ხალხო. ამ სიძულვილის ენაზე და მართალიც არის. არა და მეც ახლა პირადად რამდენი რამ მაქვს ნათქვამია რა. აი ახლა რომ დავფიქრდი და ვიხსენებ ხო აი და რა ვიცი აი სიგრძეც გეყოფა და სიგანეც ეგ მე მაქვს ნათქვამი. ხო, თაწმინდიდან გამოექანეთ, ეგეც ჩემი ნათქვამია, აი რო ვიხსენებ ახლა ხო? უტიფარი დედა შენია, ჟურნალისტს მახსოვს მე ვუთხარი.
დუჟი გაგდის, რას გავხარ? ეგეც მე მაქვს ნათქვამი. ღმერთო, რამდენი სისაძაგლე მაქვს ნათქვამი. ესეთი სიძულილის ენით როგორ ველაპარაკებოდი ხალხს. აი რანაირად ველაპარაკებოდი. ძალიან მწვენია რა. ეთყობა შინაგანად ვარ ასეთი საზიზღარი და უპრინციპო. თორე ესეთ რაღაცას ხო არ ვიტყოდი. აი მაგაზე მეშლება, ჩემ თავზე მეშლება ნელი. აი მართლა ხომ აქვს საზღვარი ყველაფერს. სიძულილის ენას უნდა დავუპირისპირდეთო. ამას ამბობს მთავრობა, რომლის თითეული წევრი პირდაპირ თესავს ყოველდღიურად სიძულილის ენას. რა ვიცი, მერი ეგეთი ყავთ, პრეზიდენტი ეგეთი ყავთ, დეპუტატები ხომ საერთოდ ეგეთი ყავთ და ეგეთი და ზოგადად დიტო სამხარაზეც კიდევ თვითონ პირის აპარატის ფორმა აქვს ისეთი, საიდანაც მხოლოდ ჩამყაყებული გინების ჩანჩქერი გადმოეტინება. მისი ტუჩის ფორმის თარგი მხოლოდ გინებაზეა მოჭრილი. აი ვიზელას ლაპარაკობთ, მე არ მესმის. გადავიდეთ მძიმე თემაზე, მინდა შევეხო ომს. დიახ ომს, რომელიც ქართულმა ოცნებამ გამოუცხადა დასავლეთს. რამდენიმე დღის წინ ქართული ოცნების პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამართა ბრიფინგი, მან ღია წერილით მიმართა ევროპარლამენტარებს და მოუწოდა დაგმონ დანიაში მიმდინარე პროცესები და აუხსნან ქართულ ოცნებას რა ხდება კოპენჰაგენში. რას უშვებით დემოკრატიას და რატომ არ ღვევთ ადამიანთა უფლებებსო? გეტყვითო დანიაში მოხდა აქციის დაშლა, ძალის გამოყენები და ამაზე აღშფოთდნენ აქ. ამ ისტორიაში სასაცილო ისაა, რომ ქოცემა შეიძლება არ იციან, რომ დანია არის სამეფო, ფორმალური მეფე ყავთ და დემოკრატიული ქვეყნების ხუთეულშია და ჩვენ ვართ საპარლამენტო დემოკრატია, რომელსაც არაფორმალური მეფე გვყავს და გვმართავს. და დემოკრატიის კუთხით ჩვენც ხუთეულში ვართ ოღონდ ბოლოდან. ამ კვირაში ქართულმა ოცნებამ დანიას დაარტყა. ამ კვირაში ესე მოუწია. წინა კვირას გერმანიას მოუღეთ ბოლო. იმის წინა კვირას ბრიტანეთს და დადგა დანიის ჯერიც. მე მოუწოდებ დანარჩენ ევროპის ქვეყნებს, დროზე გამოაცხადეთ კაპიტულაცია. დროზე, სანამ თქვენთვისაც არ მოგვიცლია. ყველა მიცოდეთ, რომ საქართველოს წინაშე მუხლებზე იხოხებთ, სანამ გონს არ მოეგებით. აი ესე ყველა უნდა ძრწოდეს შიშით. ძრწოდეს ჩვენ შიშით. კიდევ კარგი, დიდი ქვეყანა არა ვარ, თორე 1-3 უკვე გვექნებოდა მსოფლიო ომი დაწყებული. ამათ ხელში. კიდევ კარგი. უბრალოდ აი დიდგულიანი ხალხი ყავს ხელისუფლებაში. დიდი გულები აქვთ რა. თქვენ შეიძლება ფიქრობთ, საიდან ირაკლი კობახიძეს ამ ხელა გამბედაობაო. მაგრამ როცა ახალი ძლიერი პარტნიორი ყავს, უკვე არაფრის გეშინია. ნახოთ ვისთან გამოძებნა საერთო ენა ირაკლი კობახიძემ. ნახოთ. ირაკლი კობახიძე კენიის რესპუბლიკის პრეზიდენტს უილიამ რუტოს შეხვდა. მათ ისაუბრეს შექსპირის შემოქმედებაზე, მის გავლენაზე მსოფლიო ლიტერატურაში და ასევე მათ გაცვალეს აზრები თანამედროვე აზიური კინემატოგრაფიის შესახებ. სინამდვილეში იმედობა გამოაცხადა, რომ მათ ისაუბრეს მომავალი ეკონომიკურ კავშირებზე ორ ქვეყანას შორის, მაგრამ მე რაც ვთქვი, ის უფრო რეალისტურად ჟღერს, ვიდრე კენიისა და საქართველოს ეკონომიკური კავშირები. ისე ყოჩახ, ვინც ამ შეხვედრას გაუკეთა ორგანიზება, ძლივს არ გამონახეს კობახიძის ტოლის სწორი ლიდერი. ვიგრძენინ, რომ ლიდერი იყო ირაკლი. ვიგრძენინ. აბა ალიევთან რა დაემართა, არ ვიცი, კაცო, რატო იდგა 90-იანებში გაზრდილი შოკოლად მონატრებული ბავშვივით. აი ესე თავჩაკინდრული და ვერ ხვდები, აი რატო იდგა ეგეთ. დაუბრუნდეთ ისევე ევროპას პარტნიორებს დღითი დღე ვკარგავთ. ოცნების პოლიტიკის გამო მოვისმინოთ ძალიან არასასიამოვნო ინფორმაცია. ზარბრივ კენიით თბილისთან ყველანაირ ურთიერთობას წყვეტს. ქალაქები 1975 წელს დაძმობილდნენ. 51 წელი დამეგებრებული ქალაქი იყო ზარბრივ კენი. კომუნისტების დროიდან რამდენი მთავრობა გამოვიარეთ და ამ მთავრობა იმდენი შეძლო, რომ გაწყვიტეს მეგობრობა ჩვენთან. ესე იგი, ქართული ოცნება დიდი უროთი მიადგა ამ ქვეყანას და აი ესე ანგრევს, მაგრამ ჯერ ბოლომდე იმიტომ არ ჩამოუქცეულ ვართ, რომ ამ ნანგრევისას ჯერ საყრდენ კედელთან არ არიან მისულები. არ იციან რომელია საყრდენი კედელი, ხვდებით?
ესე ჭადრაკულად ანგრევენ, რომელიღაცა საყრდენ კედელი აუცილებლად მოუწევს, ძალიან ახლოს არიან. ამ ფაქტის გამო თბილისის მერი წესით შეწუხებული უნდა იყოს და ეცადოს მდგომარეობის განმუხტვას, ვნახოთ კახის განცხადება ამ ფაქტთან დაკავშირებით. გერმანია ჭაობშია ჩაფლული. ზაარბრიუკენის მიერ თბილისთან ურთიერთობის გაწყვეტის გამო კალაძე გერმანელ ხალხს სამძიმარს უცხადებს. სამძიმარს ჭაობშია. გერმანია ჭაობშია ჩაფლული. ეს განცხადება რომ გააკეთა ჩაჯდა თავის დააჭაობებულ ქვეყანაში ნაწარმოებ პორშე 911-ში და გაუყვა გზას დააჭაობებულ ჰაიდელბერგ ცემენტით აშენებულ პენტჰაუსში. საწყალი გერმანია მართლაც რომ ჭაობში იხრჩობა და გერმანიის ელჩი კიდე ისეთ სულ დღეში ყოფილა რომ ჩვენ ვაჭმევთ საჭმელს მაგუ ბედურს ჩვენ ვაჭმევთ ყოველ დღე თითო ხელი სადილი მიგვაქვს რიგრიგობით ხალხს გაქვს გადანაწილებული რომ სული არ გასწრეს ხილში მერიას ვთხოვეთ ახლა მივმართეთ თხოვით რომ იქნება უფასო სასადილოში და არეგისტრირონ ბენეფიციარად მარტო გერმანია კი არა სრულიად ევროპა ჩაფლული უზარმაზარ ჭაობში აგერ ფინეთი ბედნიერების ჭაობში იხრჩობა. საფრანგეთი და ბრიტანეთი ეკონომიკის მზარდი და დინამიკის ჭაობში. იტალია და ესპანეთი ტურისტულ ჭაობში და საერთოდ სრულიად ევროპა ტივტივებს ამ რაღაც არამატერიალურ ჭაობებში. და საერთოდ ამ ბედნიერებისგან არ ამოწყდნენ ეს უბედურები მართლა მაგის მეშინია. მაგის მეშინია ევროპის. ყველა ვხედავთ როგორ ღიად ებრძვის ქართული ოცნება დასავლეთ სამაგიეროდ თბილი ურთიერთობები გვაქვს ჩრდილოეთთან მაგალითად 9 მაისს რუსთაველის დრამატული თეატრის სცენაზე გაიმართა რუსული თეატრის სპექტაკლი რუსულ ენაზე რუსული სიმღერებით რუსული პროპაგანდით გაჟღენთილი თეატრის დირექტორმა საოცარი რამ თქვა ფულის გამო დაუთმეთო ფართიო და მომავალში თუ გადაიხდიან რომ კიდე დაუთმობთო ამ თემაზე ხუმრობის თქმას არ ვაპირებ, უბრალოდ წავიკითხავ სისხლის სამართლის კოდექსის 254 მუხლს. მიზან მიმართულად ადგილის გადაცემა პროსტიტუციის მიზნით ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით 4 წლამდე. რომ იცოდეთ, გაითვალისწინეთ. რუსეთზე ხომ ერთ ცუდ სიტყვას არ ამბობენ ოცნების წევრები. ნახოთ როგორ დამოკიდებულება აქვს მთავრობას ომში მყოფ უკრაინასთან. შემოგთავაზებთ ირაკლი ზარქუას განცხადებას. ზელენსკის ჩვენთან მოკრძალებით საუბარი მოუწევს. ასე დაემართება ყველა უთავმოყვარეო, უავტორიტეტო და ხელოვნურად დასმულ ლიდერს. განაცხადა ზარქუამ ძალით ბრუტალური საბავშვო სახით და თემუდან გამოწერილი იაფასიანი გამბედაობით. არადა წინაკვირას ძირფასო ტელემაყურებლები ხო გახსოვთ თქვენი ყურებით ხო მოისმინეთ რომ ამბობდნენ რომ ზელენსკი არასოდეს გაგვილანძღავსო ჩვენო მეგობარი ქვეყანა ვართ უკრაინასთან ხო გახსოვთ რომ ამბობდნენ მაგრამ მივხვდი ზარქუას რატო ალაპარაკებენ ამას რომ რამე უკრაინის სასარგებლოთო დამთავრდეს ყველაფერი ზარქუას გაწირვა არავის არ ეწყინება და რომ გაწირავენ არც არავის ემახსოვრება იმიტომ რომ არც არავინ არ არის მოკლედ ირაკლის შენი ბედი დაწერილია და ჯობია ისევ ქალბატონებში ინავარდო ტუსოკებზე და გამოიყენო ის დარჩენილი ბედნიერი წუთები გინდა მონაკო გინდა რავი მესიჯები იქით აქეთ რაღაცა იმოძრავე სხვა თემებზე გადავერთოთ კი ბატონო ქართულმა ოცნებამ ევროპასთან ბრძოლის მძიმე არტილერიას გამოაგორა ამ კვირაში წინა კვირაშიც იყო მაგრამ ეხლა უფრო მძიმე სანქცირებულმა ტელეკომპანია იმედმა რამდენიმე დღის წინ მორიგი ბალისტიკური ქარდი გამოუშვა ევროპის მიმართულებით ნახოთ რა ხდება პოლონეთში ამჯერად უკვე პოლონეთში პოლონეთმა პირველი გეი ქორწინება დაარეგისტრირა ევროპამ რაც მოსთხოვა ის დაარეგისტრირაო თქვენ კიდე არ იცით მე ვნახე ქორწილი მე ვნახე ეს პოლონური ქორწილი ვაკვირდებოდი გაუბედურებული პატარძლის სახეს მის თვალებში ამოვიკითხე უდიდესი ზეწოლა. ეს სინამდვილეში ნამდვილი პოლონელი ვაჟკაცი იყო. და აგერ რამდენიმე დღის წინ ხო, მაგრამ ევროპულმა ბიუროკრატიამ მოიტაცა და ჩაუგორა ვიღაც გარყვნილ პოლონელს
იქ კარგად გავხდებიო, წამიყვანეთო. მე ვედრებოდა ეს საწყალი პატარძალი. მაგრამ გაიტაცეს და რა ვიცი. რა დღეში ჩააგდ საწყალი როგორ მეწოდება, ნეტა რა დაემართა, როგორ გადაიტა. ევროპარლამენტს მივმართავ. ნუ აფათურებთ ხელებს იქ, სადაც თქვენი ადგილი არ არის. დაიმახსოვრეთ ქართველი მამა არასოდეს გახდება ქართველი დედა. და ქართველი დედა არასოდეს გახდება ქართველი მამა. შორს თქვენი მოვლილი ხელები ჩვენი კაცების სათუთით ეწოებიდან. შორს. ეხლა რომ ვაკვირდები, კიდევ კარგი კობახიძე გამოვიდა 2 წლის წინ და ევროკავშირთან ურთიერთობაზე ოფიციალურად უარი თქვა. თორემ ევროკავშირის წარმომადგენელი რომ მოვიდოდა ჩვენთან და მოგვიწოდებდა გათხოვებისკენ, ვინ იქნებოდა წინააღმდეგი? ამ ქართველ კაცებს კიდე ოღონდ სითბო აჩვენე და საპატარძლო კაბა ჩააცვი და მეტი არაფერი არ უნდა. ეგრევე გაიტრუნებიან ხოლმე სულელები. მონოლოგის ბოლოს მინდა დავსვა კითხვა. ევროკავშირი გვეუბნება რომ ჩვენ გვინდა საქართველო გახდეს ჩვენი ოჯახის წევრიო. საქართველოს რა უნდა? აი ჩვენ რა გვინდა? ამ შეკითხვაზე პასუხს ირაკლი კობახიძე. ნახოთ, ჩვენ გვინდა სხვანაირი ევროკავშირი. ანუ ევროკავშირი გვინდა, ოღონდ სხვანაირი ევროკავშირი გვინდაო. მართალია, ალალად ამბობს ადამიანი, რომ ჩვენ გვინდა ისეთი ევროკავშირი, სადაც სულ ქოცები იქნებიანო, სადაც ადამიანის უფლებები არ იქნება დაცული, სადაც ბიზნესი იქნება ტერორში და სადაც სტრასბურგის ევროპის მთავარი მოსამართლე გამოვა და იტყვის სოლომონის განძს, კრეზის სიმდიდრეს, ლეგენდად ოქროს ლალს მობრძღიალეს. მე მირჩევნია ერთი ხოხობი დუნაიზე რო შეიფრთხიალებსო. აი ესეთი ევროპა გვინდა ჩვენ და აი ამიტომ ვერ მოგერევიან. ეს იყო ჩემი მონოლოგი და იმედია ჩემ შოუს მალე გააფორმებს ბენდი თამუნა ლეკვიშვილის ხელმძღვანელობით. დიდი მადლობა. ძვირფასო ტელემაყურებლებო, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარია ბიზნესმენი ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი. აქვე მინდა შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-ი, ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. Pinex-ში საგაზაფხულო აქციები დაიწყე გამოწირა თურქეთიდან Pinex-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი, პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენს სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. აქვე მინდა კიდევ ერთხელ შეგახსოვოთ, შევქმნით გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქრეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. აქვე შეგახსენებთ, რომ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე. გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეოები. ასევე დაელოდეთ სიახლეებს. ვაგრძელებ გადაცემა და მინდა წარმოგიდგინოთ მთავრობასთან არსებული Facebook ტროლების პოეზია. ნახოთ. მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერში შემოღმა პოეზია და მისი წამყვანი და ავტორი ანზორ ბოტიშვილი გახლავართ და ჩემი თანაწამყვანი ულამაზესი და უსათუთესი ლალი ტროლაძე. ლალი მაგიჟებ ლალი. პოსტებში მე ვარ მამაცი, დაუნდობელი ტროლი ვარ. ინტერნეტში ვარ ვაჟკაცი, ცხოვრებაში კი ჩმორი ვარ. თუ რამე პოსტი დავწერე, იცოდე, დარხეული გაქვს. ლანძღვას ვერ გადაურჩები, 300 აკაუნტი მაქვს. თარიცხუნ გასამჯელოში არ უნდა იყოს ტოლობა. 10 ლარა და ბოტი დაფასდეს 70-ად ტროლობა. ლალი, შენ გენაცვალე, ლალი მაგიებ, ლალი. ზურა, დათო, ნიკა, გიო, ყველა ჩემი პეიჯია ბოღმა რომ გუდმომცხიო. რა მაგარი ხარ. როგორ მინდა თელითვის ბოღმა ერთ დიდ ვედროში ბლომად ჩავასხა.
მე მთელ ქალაქს ჩამოვუქროლო და დრონით ნაცებს თავზე დავასახა. ეკაუნთიდან ტროლი აფრინდა. ბოღმის გარეშე არ ვარ დამრჩენი. 100 კაც ვაგინე ნათესავები 150 კიდე გამჩე. ვაუ! ბოღმის გარეშე არ შემიძლია. რადგან ტროლად ვარ დაბადებული. მამა ჩემს გუშინ ძაღლი ვეძახე, მკვდარ ბაბუას კი ჩაძაღლებული. ოჯახის წევრსაც კი აღარ ვინდობ, უკვე ისე ვარ განაგლებული. აბა, გგონიათ რამენი ჭიმაქვს, ამიტომ გავხდი წარმატებული. ორ შაბათს გოგონა გავიცანი. გოგო და ნახატი კალმისანი. მის პროფილს როცა გადავხედე, 3 შაბათს გამიხდა საფიცარი. 4 შაბათს დამატება გავუგზავნე. და თავს მოსაკლავად ვიმეტებდი. 10 ეკაუნთი დაუხსენი ჩემი ეჭვები და იმედები. 5 შაბათს პასუხი მომივიდა. ვაიმე ბედო უკეთურო, საეჭო ეკაუნთი გაქვსო, ტროლი ხوار ხარო, უბედუ რო. მიახლა თავის მომკვლელი ვარ. გონია მაგასამით გავახარებ? მე აბარი სიტროლ ბოტი ვარ, კომენტარს დაუწერ და გავამცა. რებ. ვახ, რა მაგარი ხარ. ძალიან მინდა აკაცუკები. დიდ ბანაში რომ ერთად წავასახა. მერე ავიღო დიდი ბალონი და ცხელი მჟავა ტანზე დავასახა. შეგენაცვალე დაასხი მაგათი სისხლი დავლიე. განსხვავებული აზრი მძულს და მისი აკაცუკები. მინდა ყოველდღე ვაგინო მათ კარგი სტრაკაცუკები. მიტინგებზე მატება. გამოვიდა ამინადი. ევროპაშიც მხარდამჭერი გაიმართა სამიტი. ამ ხალხს ამდენს რატომ უთმენთ? დაგიცურდათ კრამიტი. ცოტა წყალი მიასხით და უფრო მეტი კამიტი. კამიტი უნდა დაასხა მაგაც უყოლა დაწამლო. ლალი. ჩემო ლალი. რა, ტროლო ანზორი. დედა ჩემი რომ გალანძღე, ეგ არ არის პაზორი? ჩემ ბიძაშვილს რომ ეძახე კომენტარში ნაგავი? ჩემ დას რომ წერ, ღორი ხარო თანაც კაი საკლავი? მამი და ჩემს რომ აგინე შენ გგონია ვერ ვნახე? მერე შენ რომ ჩემ ბებიას ღორი სტილი ეძახე? ჩემ სტუდენტ ძმას რომ უწერდი აკაცუკობი რო? ბაბუა ჩემს რომ ისერე, ბოდიში და სირო? რადგან ასევე უბანები, რადგან გინდა გავცეცხლდე. დამიბრუნე ჩემი ბოღმა, მე რომ გუშინ გასესხე. არ სწროლობა მომწონ შენი, აღარ შენი თვალები. ბუდე გაგებუდე, აღარ გებოღმავები. დალის მიტერ. დალი ჩემი დალი. ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ ჩვენი პარტნიორების შესახებ. გადაცემის პარტნიორია Pinex-G. ამანათები ჩინეთიდან და ახლა უკვე თურქეთიდან. ყველაზე დაბალი ფასი ბაზარზე და სუპერ სწრაფი ტრანსპორტირება. Pinex-ში საგაზაფხულო აქციები დაიწყე გამოწერა თურქეთიდან Pinex-ის საშუალებით და მიიღე 50 ლარიანი ვაუჩერი საჩუქრად ბალანსზე. ასევე გადაცემის პარტნიორია მეღვინეობა პირველი პრემიუმ ხარისხის ღვინო თქვენ სუფრაზე და გადაცემის პარტნიორია InSpace Design. InSpace Design ქმნის თანამედროვე და პრაქტიკულ ინტერიერის დიზაინს. InSpace Design ჩვენ ქმნით თქვენს სივრცეს. მინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ შევქმნით გასართობი არხი, ჩვენი არხი, რომელიც მარტივად შეგიძლიათ მოძებნოთ თქვენ სატელევიზიო პულტებზე, ვისაც მაგთი გაქვთ ნომერი 45, სილქნეთი და ახალი ქსელები 345 და მარტივი ნომერი 45. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ჩვენი გადაცემების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს YouTube არხზე, შაბათ შოუ ჯგუფი, გამოიწერეთ ჩვენი არხი, დაალაიქეთ და დააკომენტარეთ ვიდეოები და ასევე დაელოდეთ სიახლეებს.
ვაგრძელებთ გადაცემას და მინდა წარმოგიდგინოთ მუსიკალური ნომერი ჩინოვნიკის ცოლები გაიაფებულ სუპერმარკეტში. აქვე შეგახსენებთ, რომ სიმღერა ჩაწერილია სტუდია ინსაუნდში. ინსაუნდი სტუდია, რომელსაც ვენდობით, ნახოთ მუსიკალური ნომერი. ძვირფასო ტელემაყურებლები, ბრუნდებით რეკლამიდან მინდა მივესალმოთ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი. ბატონ თამაზ, ძალიან დიდი მადლობა. მოხვედით ჩემთან გადაცემაში სტუმრად, ძალიან დიდი პატივია ჩემთვის ახლა, იმიტომ რომ რა ვიცი ახლა თქვენა ის საინტერესო სტუმარი დიდი ხანი არ ყოლია გადაცემაში და ამიტომ რაღაცა მე ვფიქრობ რომ კაი გადაცემა გამოგვივა დღეს. თავარი რა არის, იცი რომ ახლა კანონი ხო მიიღეს ბატონ თამაზ Facebook პოსტებზე და გინებებზე რომ ეს არის დეპარტამენტი რო გააკეთა მაიორმა მამუკამ დინარაძემ. გენერალ მაიორმა ბოდიში შემეშალა. ეს შედის ძალაში 1 ივნისი და შეგვიძლია მოვასწროთ. ამიტომ რომ მოვასწროთ თუ რამის სათქმა გვინდა, რა ვიცი, აი ეგეთი თქვენ იმიტომ რომ თქვენ პოსტებს ვხედავ პირდაპირ ხართ. ძალიან პირდაპირ ადამიანი ვწადებით. ეხლა გამახსენდა, მე უკვე ორჯერ დამაჯარიმეს, ორჯერ გამასამართლეს და ორჯერ ითხოვდა მეორე მხარე ამ შემთხვევაში სრულსაათის ეროვნული სააგენტო რაზე? ჩემს დაპატიმრებას და რაზე? პირველად იყო ძაღლები დაიკარგნა და ეჭვი ჰქონდა, გონევრული ეჭვი, რომ ძაღლები გადაიყვანა სრულსაათის სააგენტოს ძაღლდამჭერებმა და ძაღლები დაიხოსა, გაქრა. ხო და ცხელ გულზე ჩემს ლაივში, ჩემს Facebook გვერდზე ხო, გამოხატე აგრესია და შევიგინე სრულსაათის სააგენტოს მისამართით. ზოგადად შევიგინე მეთქი, აი მკვლელები არის და ზაღლები დახოცეს მეთქი და შევიგინე. მაგაზე მიჩვენეს ისერად მაშინ ესე იგი აღიძრა საქმე, პოლიცია გამოიძია, უმოკლეს ვადაში გადასცა საქმე სასამართლოს და მეორე მხარე ეთქოდა ჩემს დაპატიმრებას 45 დღეს ადმინისტრაციული ესე იგი მუხლით წავიდა პროცესი და 2000 ლარი დამაჯარიმეს. 2000 ლარი დამაჯარიმეს. აი შევიგინე გასაჩივრებული მაქვს ახლა ეს აპელაციაში და მე სტრასბურგში უნდა წავიდე. ხო აუცილებლად. მეორე იყო ესე იგი შარშანი იყო ნოემბრის თვეში. ეს ანალოგიური ზაღლი დააძინეს მოკლეს გადაიყვანეს მოკლეს ზაღლი და ეხლა ვიცოდი რომ არ უნდა შემეკინებინა, მაგრამ როგორ გინდა ეხლა არ შეიგინო, მაგრამ გამონახე რაღაცა და ნაბოზვარო უწოდეთ ჩემს ლაივში პირდაპირ და ეხლა პოლიცია ხო ზის ჩემს ლაივებში და უყურებს არ იქ ეხლა ელიზბარაშვილი ალბათ რაღაცა სიტყვის ეხლა და დავიჭიროთ. ხო და პოლიციამ გამოიძია საქმე, გადასცა სასამართლოს, მივედი სასამართლოს, ეხლა რას მეშით, ეხლა ხო არ მიგინებია, არ დედის ლეჩაკი დამიხურებია, თავზე არაფერი, ეხლა რას მეშით. აი როგორ თუ შენ აბოზვარო თქვიოდა, ხო მოსამართლეს ველაპარაკები, კაცო, ბატონო მოსამართლე მეთქი, ეხლა ქართულ ლექსიკონში გამიშიფრეთ მაშინ აბოზვარო რას ნიშნავს. იქნება და დედის გინებაზე უარესია და მე არ ვიცი. ვერ ნახეს. ხო და მეორე ხარ ეთქოდა რომ 45 დღე დავიჭიროთ ესო საშიში დამნაშავიაო. და მეორეჯერ უკვე 2000 ლარი დამაჯარიმ. ესაც გავასაჩივრია. აპელაციაში ველოდები ახლა. პასუხს და მე სტრასბურგში მივდივარ. მაინც უნდა წაიღო. მაგრამ იქ საინტერესოა ნაბოზვაროს როგორ გავშიფრებ. სტრასბურგში როგორ გაიშიფრება? ხო, ეგეც არის კი ბატონო. ესე იგი, ბატონ თამაზ ეს თავშესაფარია გააკეთეთ მართლა ძალიან დიდი საქმეს აკეთებთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ცხოველებისთვის. ხო, და ამას ყველაფერს აკეთებთ თქვენი სახსრებით. დიახ. საერთოდ არ ერევა არავინ, არც არავინ გაფინანსებთ. მე ვიცი რომ ერთადერთი არის ანგარიშის ნომერი მითითებული და თუ ვინმე ჩარიცხავს, ხო, კარგი, მაგრამ ყველაფერი არის თქვენი ხარჯებით. ხო, ანუ ეხლა რამდენი ძაღლია დაახლოებით, რამდენი ძაღლს ინახავთ და ულით აი ამ პერიოდში? აი მე გეტყვი, ვცდები ძალიან მოკლედ. თავშესაფარი გავაკეთე 2003 წელს, ჯერ პატარა იყო, მე გავაფართოვე და საშუალოდ ესე იგი 60-დან 70000 ლარი მიჭდება თავშესაფრის შენახვა თვეში. ოპერაციები, წამლები, ხელფასი თანამშრომლების კომუნალური გადასახადი. და მე სახელმწიფო არაფერით არ მეხმარება, პირიქით აქეთ შევეხიდე სახელმწიფოს, რომ ეს პრობლემა მოვაგვაროთ, ქუჩაში ძაღლი არ უნდა იყოს და კასტრაცია, სტერილიზაცია, ძაღლების ვაქცინირება, აი ამ საქმეში შევეხიდე ქვეყანას და გრანტების ამავზეც მეკითხებიან, არ გეხმარება, არ გებო. აი ევროპიდან გრანტს ვერ აიღებ, იმიტომ რომ აგენტი იქნება. იმდენად ესე იგი საინტერესო ზარები შემოდის, ხალხს ხშირად მევპასუხობ ხოლმე თავშესაფრის ხელხაზე და
ზარები შემოდის ისეთი საინტერესო აი ხო, ეხლა ბევრი ადამიანი გირეკავთ მართლა, ხო? და აი ხვდები რომ ძალიან ბევრი ადამიანია ხო არ არის გარკვეული წარმოდგენა რა აქვს ესე იგი რა არის ზაღლის უნარჩვევებზე და საერთოდ მაგალითად ხო მე რეკავენ და მეუბნები ბიჭო ვიღაცაო ცუდმა ადამიანმა ორი ზაღლიო ბოდიშე ტრაკით ესე იგი მიაწება ერთმანეთს ხოდა შენი ჭირიმეო გვიშველი რამეო რა ხოდა მეუბნები ბიჭო ხა მე ვერ წარმომიდგენია გამავიდა იქნება პატარა ვიდეო გადავიყო და WhatsApp-ზე ჩამიგდომეთ კიდე მიიღებენ ვიდეოს და ნუ უყურებ ეხლა შეულებრივი ამბავია ეხლა სექსუალური აქტი არის ესე იგი ზაღლებს შორის და როცა ამთავრებენ ამას მე რო უნდა განსალკევდნენ აი მდგომარეობიდან ესე იგი საპირისპირო მოტრიალდება და ეკაჩება ერთი გრა მეორე განსალკევდნენ და აი ეს გონიათ რომ ზაღლი ვიღაცა მიაწება და მოდი და უშველი ეხლა კაია ხოდა მე უხსნილი არა ბატონო არ ქალბატონო ესესი არ არის კიდე ერთი თქვენი ურთიერთობა მერიასთან თბილისის მერიასთან იმიტომ რომ ბევრი ვიდეო იდება სადაც მერიას თხოვთ, ანუ რომ მაგალითად რაღაცა კანალიზაცია გასკდა. რომ მოდი და გააკეთეთ რა, მაგრამ არ მოდიან და მე ეუნები რომ მოდი რა, იცი რა მე თვითონ გავაკეთებ. ჩემი ფულით გავაკეთებ და დამანებეთ თავი, ხო და მაგრამ მაინც აი ეს ბიუროკრატია თუ შეგიძლიათ მერიას და ეს თქვენს შორის ჩემი ურთიერთობა ესეთი ემოციური ურთიერთობა მერიასთან დაიწყო 2015 წლიდან. ის სტიქია რომ მოხდა ვაკეში. ხო. სტიქიის ზონაში მოყვა თავშესაფარი სუდანის ქუჩაზე. იქვე სასაფლაო არის 100 მეტრის მოშორებით მდინარიდან. და ნუ მოგეთ როგორც იქნა მივახციეთ იმას რომ დაიწყოთ მდინარე ვერეს ჯებირების გამაგრება 4 მეტრიანი ჯებირები გააკეთეს ორიენტიდან ჩაასხეს ბეტონი და მოაჯირი არ გაუკეთეს კაცო ხიდზე წარმოვიდგინეთ ხიდზე გადადიხართ და მიდიხართ სასაფლაოებისკენ 100 მეტრში არის ხიდიდან სასაფლაოები საბუთალო სასაფლაო და ჯებირები 4 მეტრიანი ჯებრის ხო მოაჯირი არ გაუკეთეს ესე იგი ამაზე ესე იგი ვრეკავ მერიაში ვეუბნები მოდი ჯებირი მოაჯირი გააკეთეთ კაცო თორე შეიძლება ვიღაცა გადავარდეს მოგნეთ არ აღეს ეს არა და ერთხელაც კაცო საღამო ხანია სადღაც ეს და ხმა რაღაც განწრიული კივილის ხმა მესმის კაცის კაცო რა ხდება და ჩავედით და სასაფლაოდან მოდიოდა კაცი თან ცოტა ნასვამიც იყო და ვეღარ გააკონტროლა ხიდზე ესე იგი ვერ შევიდა ცოტა აცდა და ჩამოვარდა გადავარდა დაეცა ძირს კაცო იქ წყალში თხელი წყალი იყო ნაპირზე და მოიტეხა იმ საცოდამ ხელის ფეხის ყველაფერი და ამოვიყვანეთ როგორც იქნა იქიდან და მე ავდექი და მე თვითონ გავაკეთე ეს მოაჯირი გავაკეთე ბიჭო მოაჯირი ესე იგი ფაქტობრივად მოვიტანე სკინა მასალა ყველაფერი და სადღაც 2 დღეში დავამთავრეთ და დავამთავრეთ თუ არა მეორე დღეს არ გასულა ესე იგი ის ბოდიშა სვარკის აპარატი იყო ჯერ ასალაკებელი ხელოსან დაგვადგა ინსპექცია მერის ზედამხედველობა ხო და გავამიწერე 10000 ლარი ჯარიმა არ უნდა გადაიხდო არ გავიშებ დაგიყადაღებთო და მოგლეთ შავ დღეში ჩაგაგდებთო და გავასაჭრე ჯერ შიდა სამსახურში არაო შენო როგორო ნებართვა არ ქონდაო ბიჭო რა ნებართვა მთელი ერთი წელი გეხვეწებით გააკეთე სანამ კაცმა ხელი არ მოიტეხა რა არ გადავარდა ხოდა რო არ გააკეთე ადრე მე გავაკეთე კაცო წავიდა სასამართლოში კაცო საქმე და რა დაგავალეს სასამართლო ესე იგი ნუ მე გამამართლა კაცო თქვენი გასაკეთებელი ამ კაცმა გააკეთა და მადლობის მაგივრად დააჯარიმეთ და 2000 ლარი ხო და კანალიზაციაზეც ეგრე იყო ხო მე მგონი რაღაცა გასკდა თქვენთან ხო მაგის მერე იყო კანალიზაცია ხო სადაც ბავშვები დამყავს პატარები ზევით ლიზე 1000 ლეულია სკოლა იმის წინ გასკდა ანალოგიური იყო კაცო მოვინე რაღაც ამოთხარეს დიდი ჭა 1-3 მეტრი სიღრმის იყო ხო მაგრამ ის მილი არ გააკეთეს მოდის სუნია საშინელი და იმის საშურება იყო რომ იქ ორმოში ბავშვი არ ჩავარდნელი იყო კაცო 3 მეტრი სიღრმის საშინელი და თან იქ იმხელა კანალიზაციის ის იყო ბედურება სუნი ამოდიოდა საშინელი და იმაზეც ესე იგი მომიწია ბრძოლა მე სანამ არ დავახურე დედის ლეჩაკი თავზე ხო მანამდე არ მოვიდა მე რო უთხარი მე მომყავს ახლა ბუდოზერზე და გავაკეთო მე მოვიდა მე მოდიან 57 დღეს როცა ვაპირებდი უკვე მოვიყვანო მეთქა მართლა მოვიყვანე ის ბუდოზერი უნდა დამეწყო იმის აღდგენა გაკეთებენ გახეთქილი დიდი მილი იყო კაცო ადამიანი გაზრებოდა ემხელა მილი იყო გახეთქილი მე ენებეს და მოვიდნენ და საინტერესო რა იყო იცი აი ამის მერე ხო
საიდან აღარ მიერეკავდნენ თბილისის, ესე იგი რომელი უბნით, აი ბატონო თამას კანალიზაცია გასკდა ჩვენ ქუჩაზე და იქნება და მოდით მოგხვდეთ. დაგვეხმაო რომ ესე იგი თქვენი თავზე, ესე იგი ძალიან კანალიზაციის ამბავი მოკლედ. ესე იგი მე მინდა კიდე გადავიდე იცი რა თემაზე ხარ თქვენ ბიზნესმენი ბრძანდებით. მე მახსოვს თქვენი კომპანია ელიზი. ხო და ნუ სადღაც 90-იან წლებში აი დამოუკიდებლობა რომ მოვიპოვეთ, მაშინ დაიწყეთ ბიზნესის კეთება. კი ბატონო. აი როდის გახვედით ქვეყნიდან ესე იგი პირველი ესე იგი რაც იყო კავკასიის ბირჟა იყო და მეორე ნუ იქაც ცოტა იმდენი შემოსავალი და საინტერესო არ იყო ჩემზე გადავედი რუსეთში. ნიაგრუზინსკაია და ბაიკალ-ამურის მაგისტრალი ცნობილი იყო მაშინ თეთრი დაფები რო არიან უფრო იქითკენ. აღმოსავლეთში. ხო და იქ ესე იგი მომუშავე ხალხს აძლევდნენ ეგრეთ წოდებულ ჩეკებს, მანქანის ჩეკი იყო. და ამ ჩეკით მოდიოდა მე ის მუშა და ან ტოლიატის ქარხნიდან მანქანები გამოყავდათ. მაგრამ ჩვენ რას ვაკეთებდით? ამ ჩავდიოდით იქ. ხო და იქიდან ესე ამ ჩეკებს მიდობილობით ყიდულობდით და მე ჩვენ გამოყავდა მანქანები და ჩავყავდა მე მოსკოვში ვყიდიდით ხოლმე ბაზარზე. ან აქეთაც ვაგზავნით თბილისში ჩამოყავდა. ხო და მოსკოვში ქონდა აღებული ოფისი, ბინა ქონდა ნაქირავები. ხაზე იქ მოდიოდა ხოლმე ხანდახან კვირაში ერთხელ ბინას ალაგებდა ხოლმე. ხო და ბინა ქონდა ნაქირავები და იქ ესეც საინტერესო კურიოზი იყო ხა გეტყვით. ხო. გავიცანით ერთი კაი ქართველი ტარიელი და ციმბირელ პაპას ვეზახდით რა. ერთხელაც წამოვიყვანეთ მოსკოვში, ტარიელი იქიდან, ნევრუნგრიდან. მივედით ახლა იმ სახლში. მე ტარიელი და კიდე ერთი ჩვენი მეგობარი იყო და ტარიელმა გინდა თორე ბიჭო გუდის ყველი მენატრებაო რა. და მოსკოვში ხო არ არის სანმეო ის რო ვიყიდოთ და გავიკითხეთ, გამოვიკითხეთ და იქ სადღაც ჩვენგან ერთი 12 გაჩერების იქეთ შემდეგ იქით ხო მეტრო ოქციარსკაია იყო თუ სწორედ მახსენდება იქ ქართული მაღაზია არისო გითხეს და ბიჭებმა და იქ იყიდებაო გუდისყველი იყიდება იქო და არა და ვერ ვიტან გუდისყველს კაცო ცხოვრებაში ესე იგი ერთხელ ამა გასიჯული და სუნი აქთან საშინელი მომენტი წავედით მოგლეთ ტარიელის ხათრით ახლა და შევედით მაღაზიაში და ჩურჩხელები იყო და გუდისყველიც იყო მათ შორის ერთი თავი იყიდა კაცო კაი მოზდილი თავი გუდისყველი იყიდა და წამოდით გავაჩერეთ ესე იგი ტაქსი ჩავჯექით ტაქსში ახლა სუნი მემეცა კაცო ესეთი რაღაცა და აფსი ამოვეთ რა ხრალი სუნია რაღაც საოცარი რა ხო და 300 მეტრა გავიარეთ გააჩერა ტაქსი ცხოლმა და გადადითო მანქანიდან გადადითო და ნუ მივხვდი რატო გეუბნე გადადითო ხო და ნუ ზედმეტ 2 მაქს მოგცემ. აბა გადადითო და გადმოვედით, რა გვექნა, ახლა გადმოვედით, ჩავედით მეტროში. 20 კილომეტრია მეტრი სახლამდე. და დახურულ სიმწეში ჩავედით მეტროში, ჩავეთა ზაფხულია, კაცო, ჩავედით მეტროში, შევედით ვაგონში და ხალხი ხედავ ესე ხო დავდექით ახლა იქ ვაგონში და მოგსროლდა ხალხი სადღაც კუთხეში მიუჭა ეს ხალხი ხო გაუჭირდა სუნთქვა ხო და მეც ახლა ბიჭო მეც მიჭირს სუნთქვა სუნი დადგა საშინე და გაჩერდა ერთ სადგურთან შემოვიდა მოხუცი კაცი შემოვიდა რაღაც სამხედრო ფორმატა მედლები აქვს როგორც ნაძვის ხე ესე ასხმული რა ეს ომის მონაწილე ეთქობა და ხელჯოხით არის მაინდამე ჩვენ გვერდზე არ დადგა ბიჭო ჩვენ გვერდზე და არ მოეწონა სუნი რაღაცა მე შემოგხედა და მე რო აიღო ეს ჯოხი და ისე გამოიწერო უნდა წასულიყო ჩამოსულიყავი და ეგრევე ჩამოვედით ესე გაჩერდა თუ არა გამოვიქეთ ამოვედით ზევით რა გვექნა ტაქსი ჩვენ არ ჩაგვსვავდა მეტროთი ვერ და ფეხით მოგვიწია ესე იგი 20 კილომეტრი ვიარეთ სახლამდე კაც მივედით აღლი დაქანცულები და ეხლა ვის ხონდა ეხლა ის გუდისყველის ჭამის ხასიათი და ის მეორე დღისთვის გადადეს ბიჭებმა გუდისყველის ჭამა ხამია დავწექი დავიძინე ბიჭო ვერ ვიძინებ სუნია სტაფი პრიორებს ისეთი რა ვერ ვიძინებ რამატი ძინავ გემრიელა ვერ ვიძინებ ვერ ავდექი შუაღამისას და ეს გუდისყველი მაცივარში შევდე როგორღაცი შევტენე და მიხური კარი მეთქი იქნება სუნი მეთქი ხო ფანჯერები გავაღე მაგრამ მაის ბიჭო მაის გას ეს სუნი და დილით უთხარი ბიჭოს მეთქი რომ მოიკითხეს ნახეს რა მეთქი მაცივარში შევდე მეთქი ვერ დავიძინე მთელი ღამე თან დღეს საქმე გვაქვს იმდენი თქო და ხო და ნუ მოგლეთ შუა დღემდე მოვითავეთ ყველაფერი საქმე გავაკეთეთ ბაზარში შევიარეთ კიტრი პომიდორი ვიყიდეთ იყიდეს ახლა ემაც ნუ გუდისყელი ციზაკა წვანი ციზაკა ო დააჭრა წვანილი ყველაფერი მოამზადეს მივედით სახლში გამოაღეს მაცივარი და
ბიჭო, გუდისყველი არ არის. არ არის. არ არის. საწავი. ესე შემოbrutne, რა უყავი გუდისყოლიო. მე ვდგა სულელები ხო რა უყავი, მე აგერ შევინახე მაცივაში დავტოვე, მე. როგორო ბიჭო, მოდიო ნახე არ უყურებ არ არის გუდისყოლი. საწავით. ესე იგი შენო მაცივაში კი არ შედეო, წუხელო, გადააგდე ეთყობაო რა. და ხო, გაბრალი. ხა როგორია? 4 დღე არ მელაპარაკებოდნენ, კაცო. და საიდან წამო? არ მელაპარაკებოდნენ ესე იგი 4 დღე და ნუ რა ვქნა, არ მელაპარაკებდ, ნუ მელაპარაკებდ, მე არ გადამიგდიან მეთქი, ნუ ვერ დავაჯერე რა და მე 5 დღეს სახლში ვარ და მოვიდა ხაზეიკა მოვიდა. დასალაგებლად. დასალაგებლად რა და ნუ ალაგებს იქ სახლს იქ და მე გველაპარაკებდა ხოლმე. ხო და თქვენო ქართველები ბიჭო როგორ ისეთი ხალხი ხარ უყაერათო ხალხი ხარ თუ რა ბიჭო აი ხელა ყველი რო იყიდეთო და რო არ ჭამეთო და მაცივაში რო ქონდა გაფუჭდა ის ყველიო და გადავაგდო რო გავაღე მალაგე ავიღო და გადავაგდე რამისოდეს ჩავედი გუგელში გადავაგდე და უსე რეზეგი მაგრეთ მოეხა და ყველაფერი და დაალაგდა სიტუაცია უსე ესე იგი პირდაპირ მოხვია ხელი და გადააგდო ამდენი რამე გამოიარა გზა როგორ ამ ხელა ყველი იყიდეთო და ბიჭო არ ჭამე ის იყიდე თუ არ შეჭამდითო და აყრონდა ოკეი ესე იგი მე მაინტერესებს მაინც ევროპაში პირველად ოდის გახვედით ო ევროპაში გავედით საოცარი ანუ იყო მახსენდება თქვენ მაშინ მე მგონი ფილიპ მორისი პირველად თქვენ შემოიყვანეთ ხო საქართველოში კი ფილიპ მორისის პროდუქცია შემოქონა და ყიდით საქართველოში სადისტრიბუციო ქსელი გავაკეთეთ უკვე რო ავაწყეთ ყველაფერი და დაინტერესდა ფილიპ მორისი რომ ძლიერი გუნდი არის საქართველოში მიგვიწვიეს უშუალოდ ფილიპ მორისმა მიგვიწვია შვეიცარიაში სათაო ოფისში რომელიც ევროპას უყურებდა კონტრაქტის გასაფორმებლად ნუ ჯერ გასაუბრებაზე და მეორე სავარაუდოდ ამას მოყვებოდა კონტრაქტის გაფორმება შუამავლის გარეშე ხო და მოგვიწია ესე იგი ჩასულა შვეიცარიაში 93 წელია პირველად შეხვედით ახლა და პირდაპირ შვეიცარიაში ესე იგი შვეიცარიაში მაშინ საქართველოში ძელი პალტოები იყო შავი მოდელი კოჭებავი პალტოები და ეს პალტოები შავი რომელი წელია 93 წელი 13 ხო ბოლოა სამთარია ტექნიკის თვე არის ხო და მოგლეთ ჩავედით ჩავფრინდით ჟენევაში ჩავედით ბიჭო უყურებ ჩვენს მეც არავის არ აქვს ჩვენს გძელი პალტოები ხო დაგვხდა მაქანა ჩავედით ლოზანაში ერთი დღე იყო თავისუფალი და გავედით ვათვალიერებთ ხა ჟენევის ტბა არის არაჩვეულებრივი ლამაზი ქალაქი იახტები დგას ხალხი რა ვიცი ლაღი ყველას ღიმილი აკირზე და შევიდეთ რესტორანში მოგშვიდა შევედით ესე იგი რესტორანში და ნუ დავჯექით ახლა მაგიდაზე და სავსეა რესტორანი და მაინდამე ჩუა ცენტრში რესტორნის დარბაზის ცენტრში იყო ის მაგიდა კაცო ხო და მე თევზი შევუკეთე თევზი მიყვარს თან შევხედე იქ მენიუში და იყო ესეთი ახლა სახელიც მახსოვს იმ კერძის ნეპტუნი ქვია აი ამ კერძს ხო და ემათ ნუ ერთმა ქათამი შეუკეთა თემური რაღაცა ის სალათა შეუკეთა ცეზარი რაღაც და მე თევზი შეუკეთე ნუ დავჯექით ახლა ველოდებით რა და სადღაც 5 წუთში დიდი თასით მოგვიტანეს წყალი დიდი თასი იყო ესეთი თასი იყო სამფეხზე იდგა და დადეს შუა მაგიდაზე დადეს წყალი და ნუ მაგიდაზე თეთრი ისინი იყო ხელსაწყენდები იყო ყველას ჰქონდა თავისი დაგვიდეს ხო თემურის ვეკითხე ბიჭო შენ ახლა ევროპაში 2 წელი უკვე ცხოვრობ ხო და ეს თასი წყალი რა არის რატომ მოგვიტანეს შო არ ვიციო რა ვიციო და მეთქი ხელები ხორდა დავიბავოთ ახლა მაის ხო ალბათ ევროპაში ესია მიღებული და ხო შეიძლება არ ვის ვერ გეტყვი რა თამასა და და გამოვიხედე არავის არ უდგას ეს თასი მეთქი ალბათ ამათ უკვე დაიბანეს ხალები და ჩავყავი შინით ხელებით კარგად კებრია და დიდი თასი იყო ხო დავიბანე ხელები და შევხედე ბიჭო რაღაცა ცუდად შემოვხედეს რა სხვა მაგიდებზე ხო იყვნენ ადგილობრივები და რაღაც არ მოეწონათ რა ხო ნუ მეთქი არ მოეწონათ რა ვქნა და გავიმშრალე ხელი კარგად კებრალად მოგლეთ მომიტანეს თევზი მოიტანეს კერძები და ბიჭო ხედავ ეს თევზი აშკარად ის არის არც შემწვარია არც მოხარშულია რაღაც უმბია თევზი და თემურის ვეუბნები შე ავსტრიაში ხარ ნაცხოვრები ხარ უკვე 2 წელი აქ ხარ და ევროპაში და ეს რა არის ბიჭო ევროპაშიო
ჯანსაღკვებაზე არისო ხალხიო და უმსა ჭამენო თევს არისო კერძა ეს ნეპტუნი შეუკეთესო ამათი საფირმო კერძიაო და უმი უნდა მიირთვაო რა და კაი უმი უნდა მიირთვა ავიღე დანა ჩანგალი და დავიწყე ჭამა თავიდან არ მესიამოვნდა პირველი მე ვარ შირო და რამე და ბოლომდე ესე იგი მივირთვი რა გავატყავე ესე იგი ორივე თევზი და ბხა დარჩა და თავი დარჩა თავი დარჩა თან ბიჭო ხედავ მშიერი ვარ მაინც რა ვქნა ხო თავი დარჩა ხო და ამ დროს ესე იგი მოდის ეს მიმტანი მოდის და თასი უჭირავს ხარ ცეცხლი აქ ეს აი ხო მას ჩირაღდანები თქო ყარაჩოღალები ხო აი ესე თასი მოაქვს ცეცხლი ხო და მოვიდა და ხო ფიალეთ ესე ცეცხლი და აი ამ თასის ქვეშ შედგა ესე რა შედგა და არ მომეწონა რა შევკე სხელები დაიბა ის ქვეშ შედგა ესე რა და მე ესე ხო შედგა და მე ესე წავიდა მოარა და ჩემი თეფშისკენ დაიხარა და რას ხედავს ბიჭო მარტო მხარი დარჩა და თავი თეზი ხოდა რა იყო ესე შემოვხედე და ფინიშო ესე თქვა ხოდა ვიქიქრე ან შემოვხედა რა იყო ამ ფინიში რა არის და ეგრევე გაიქცა კაცო გაიქცა და ერთ წუთში ბრუნდება ვიღაცა გასტუკიანი მენეჯერი მოიყვა და მენეჯერი დირექტორი ყოფილა რა ვიცოდი და კენაკნო დიდი ბოდიშიო რა ჩვენო თავიდან ინსტრუქცია არ მოგეცით თუ ამ კერძისო ხოდა თქვენო შეგიჭამიათო და ესო ჩვენო ეგო უნდა თქვენ თვალწი უნდა მოგვეხარშაო ეს თვალი მე ბარაგება ეხლა კელებისადაც დაიბადე ხოდა ოთხარი კაცო ჩვენ და საქართველოში მარტო უბს ჭამდნენ კიდევ რა უნდა ეთქაფერი და უნდა გერახა ესე იგი მაგიდები ხო სავსე სულ და როგორც კანიბალს ისე მიყურებდნენ რა თან ხელით ესე იშვერდნენ ნახე ესო ბიჭო უბსა ჭამენ საქართველოში თურმე უბა ჭამენო და ესენი ვინ არიან ხო და ამ დირექტორმა ესე გამიცხა იცი შენო ჩვენ რესტორანსო რეკლამა გავუკეთე ამითო აი ხალხი ნახე და რამდენი დღე იქნები აქო ლოზანაში მოთ 3 დღე კიდე ყოველ საღამოს მობრძანდი უფასო ვახშამი ჩემზეაო და ახლა 3 დღე დავდი უფასო ქონა ვახშამი ძალიან მაგარია ეხლა ადგას მაინტერესებს რომ ბიზნესი ძალიან ადრიანად გვაქვს დაწყებული მე მაინტერესებს აი მხედრიონი ხო ეხლა მხედრიონის პერიოდი გაიარეთ ხო ყველა ვარიანტში გაივლიდით და ბიზნესმენები ძალიან არ იყვნენ თლათ ისე კარგ სიტუაციაში მხედრიონის დროს არ გაწუხებდნენ ანუ კი როგორ არა გაწუხებდნენ მაგრამ ჩვენს ბრონეჟილეტები დავდიოდით შეერაგებული და ვიცავდით ჩვენ ბიზნესს გვეკუთვნის მოკლედ და რა გეკუთვნის ბიჭო გეკუთვნის ეგ სად არის ხო და მოდი ვიცავდით კბილებით რა ხო და თან პლუს ოფისაც ვაშენებდით ქვევით ხო და მან მასენდებოდ საინტერესო ამბავი იყო რომ ვამთავრებდით უკვე ოფისს ხო წინ ტერიტორია დასაგები ასვადი იქონდა გასაკეთებელი დასაგები და მოვიძიეთ ესე იგი და გვირჩიეს ერთი კარგი კაციაო სომეხი კაციაო მოკლედ ჯგუფი ყავსო თავისი ბრიგადა ყავსო და მოვლენო მოიტანენ ასვაცო და თვითონ ეს დააგებენ და დაუკავშირეთ ამას იურა ერქვა სახელით მოვიდა ხო და ნუ გავაკეთებინეთ იმუშავეს კარგად გააკეთა ყველაფერი და მამაჩემს ქონდა ჩაბარებული ამ ბრიგადაზე ზედამხედველობა არის შენებლობა და ნუ მყურებდა ხოლმე და მე დღის ბოლოს დაპატიჟა სუფრას გაუშვიდა ხოლმე ხინკალი მოქონდა რესტორანი და მოკლედ დაუძმაგაც და დაუმეგობდა იურას დაუმეგობდა ძალიან ხო და ნუ მოვჭით ხო წავიდა ახლა იურა ერთი თვის შემდეგ რაც მოშა მუშაობას მიერეკავს იურა ვარ იურა რომელი იურა გაგარინი მე მეუბნები მეხუბრებოდი არა ბიჭო ასვანჩიკი ხო რა არის იურა როგორ ახალ თამაშან მე კარგად მამა შენი როგორ არის გურამა ჩემი ძმა კარგად არის ასფალტი ხო არ გინდა მე ვთქვა არა აღარ მინდა ასფალტი ხო ნუ თვეში ერთხელ გამოწერილი იყო ზარი რა თვეში ერთხელ მიერეკავ და იგივე ესე იგი ხო დიალოგი იურა ვარ ხო რა გინდა იურა მე როგორ ახარ მამა შენი გურამა როგორ არის ჩემი ძმა და
ერთხელაც ესე 2 წელი რა გავს, კაცო, ყოველთვის 2 წელი გავიდა. სულ მაგას კითხულ რა. სულ მაგას ერთი და იგივე კითხულ. ხო, ეს 2 წუთი არის ლაპარაკი, ასფალტი გინდა არ მინდა და ესე იგი 2 წელი გავიდა სადღაცა, მზივა როფი რაღაცა გაბრაზებულიო, რაღაც ძალიან ცუდ ხასიათზე ვარ და რეკავს ტელეფონი, დავხედე, ასფალტში კი იურა. ისევ. წერია, ხო. უპასუხე. იურა ვარ, რა გინდა იურა? როგორ ახარ თამაში? კარგათავა. მამა შენი როგორ არის გურავა? არ დაიცვალა ბიჭოებნე. რა, ო მოკვდა მეთქი. როგორო? აი ესე გულმა დაარტყა მეთქი და მოკვდა. მერო პანაშვიდი მეუთხა, აი ხვალას პანაშვიდია მეთქი. ხო და მე რასვენება. აუ მისამართი მომე ბიჭო მოვიდე პანჩემი ჩაიწერა მისამართი გდანი მესამე მიკრო მეექვსე კორპუსი 38 ბინა და ჩაიწერა და მოკლედ ის დღე გავიდა და მეორე დღეს ესე იგი მერეკა შუა დღეს ეს ალბათ 12 საათი და დავხედე ასფალტში კი იურა. ავიღე ბიჭო რა უნდა ეხლა იურაო რა ხდება? აი იორზე გადავედი და ხითან გამიჩერდა მანქანაო რა ჟიგული ყავდა მამაჩემ ადრე საბურები საჩუკა ჟიგულზე ძლის დადიოდა ჟიგული და მატორმა დამისტუკავ. მე დაგისტუკავ მე აი ბოლოკიანში ვერ მოვდივარო და რა გინდა ბოლოკი სოფელი ყოფილი კახეთში სადღაც ბოლოკიან ავი. რა გინდა მე აიო გასვენებაში რა გასვენებაში მამა ჟენის გასვენებაში ხო და ბიჭო ფიქრობ რა ხდება ბოლოკიან საიდან ბიჭო ვიყავიო მამაშენთან სახლში ვიყავე მაგრამ ნახევარი საათი გამასწრეს გაუსვენებია სოფელში გადაასვენესო ბოლოკიაში მითხრა იქაო ნათესამბაო თქვენმა ხო გრაში მივიდა იქ სადღაცა მისცა ზარი გამოვიდა ვიღაცა და გურამას პანაშვიძე მოვედი ხო იმას ახლა იფიქრა რა გურამას პანაშვიძე ხო და დაეღადა რომ გადავასვენებო ბოლოკიაში კახეთში ბოლოკიაში და მეორე დღეს მიდოდა იქა კაცო ბოლოკიაში გაუსტუკა მატორმა იმას და იქა და ო აი არაუშავს მეთქი არაუშავს კაც კარგად იყავი შენ კაცო და უშენო დავგზავნოთ მეთქი მამას მეთქი და ხო ნუ გავიდა ესე იგი ერთი თვე გავიდა კიდე რეკავს ნახავ ასფალტში კი იურა ტელეფონზე იწერება სახე რა გინდა იურა როგორ ახარ თამაში მამაშებს ახლა კითხულობს ხო გარდაცვლილია როგორ ახლა მოთხე კარგად ასფალტი ხო არ მინდა იურა არ მინდა ასფალტი აი ეს კიდე 4 წელი რეკა და რეკა 4 წელი მოგდეთ ყოველთვის რეკას გინდა არ მინდა ასფალტი როგორ ახარ თამაში ხო და არ მინდა გავიდა ესე იგი 4 წელი გავიდა დამჭირდა ეს ასფალტი იქ რაღაცა კიდე ხო და დამერეკა და ასფალტი როგორ ახარ თამაშა მეკითხება ხო კარგად და ასფალტი გინდა ასფალტი კი ხო და მოვიდა ბიჭო მოვიდა და შემოვიდა კუბაში მამაჩემს ხო მეთქი მამა მეთქი ახლა ასფალტი მიხედე მეთქი საქმეს გამოვიდა მამაჩემი გამოვიდა იურამ დაინახა ბიჭო მამაჩემი ცოცხალი სახსალაბადი კაცი და გურავჯა ცოცხალი ხარ გურავ დაიწყო ცრემლები წამოვიდა ჩაიყო და რა ცოცხალიო აიო შენ პანაშვიძეცო ვიყავიო ბიჭო იქაო და ხო და მამაჩემს იუმორი ქონდა ძალიან კარგი მამაჩემს და მიხვდა ხო და არა მე უტყუპისალი ვარ გურამასიო ეუბნება ხო და გურამას ტყუპისა აბა დაიწყო რა კაცი იყო გურამა ბიჭო რა ძმა ყავდა იმას ვენაცხარი რა ძმა ყავდა ესე და მოკლედ იმის მერე მამაჩემ კიდე 30 წელი ცოცხლა ბოლო 5 წელი აღარ დაურეკი ხო ბოლო 5 წელი აღარ დაურეკი იურას ეთყობა წავიდა იმ ქვეყნად ალბათ და აი ესეთი კურიოზი კაი ხო კაი ესე იგი მე მინდა მოგილოცოთ ბატონ თამას შვილი შეგეძინათ დიახ ესე იგი მე რამდენი შვილია თქვენი მე 11-ია, მაგრამ მე 11 შვილი შეგეძინათ. მე 12 წელი ცოლს უმალავ. მე 12 წელი, მაგრამ ეს საიდუმლო. კაიო, ბიჭო, რატო ლაპარაკობ? ხანახა მერე ვარ რაოდენობა, გაიგეთ, ერთხელ 12-იან მეთქი და 12 რომელია? და იმის მერე ეს ავიკვიადე, რომ 12-ს არის მეთქი და გიმალავ მეთქი და არაჩვეულებრივია. 11 შვილი გაგიზარდოთ ღმერთმა, ჯამთელი წარმატებული და რა ვიცი. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებ, ძალიან დიდი მადლობა რომ მოხვედით ჩემთან განაცემაში, არაჩვეულებრივი განაცემა გამოგვივიდა. მე მინდა თქვენ საქმიანობაში ძალიან დიდი წარმატება გისურვოთ. დიდი მადლობა. ეს ქვეყანა ძალიან სჭირდება. უღრმესი მადლობა. ძირფასო ტელემაყურებლობა ჩვენი განაცემის სტუმარი იყო ბატონი თამაზ ელიზბარაშვილი. დღესიანი დღესდღეობით ერთმანეთს შევხვდებით ზუსტად ერთ კვირაში. დარჩით არხზე წინ პირველი ხაზი გერდებათ ვიკა ბუკიასთან ერთად. ნახვამდის.
გადაცემის სპონსორია PSP. ყველაფერი რაც თქვენს ჯანმრთელობასა და სილამაზეს სჭირდება. PSP. ჩემი ოჯახის აფთიაქი. პინექსი 1 კილოგრამი ამანათი ჩინეთიდან $8. მიწოდება 5 დღეში.